თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიმ. სიტყვა ესე, და ვიდრე იგი ეთყოდა ღაერს ამას, აჰა ესე რა დედა იმისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყვად. მაშინ რქვა ვინმე მას, აჰა დედა შენი და ძმანი შენი დგანან გარეშე და უნებს რაიმე სიტყვად შენდა. ხოლო იესო მიუგო და რქვა მეტყველს ამას, ვინ არს დედა ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი. და მიყო ხელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქვა, აჰა დედა ჩემი და ძმანი ჩემნი. რამე თუ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათა ისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი, 12, 46, 50. სიტყვანი ესე არა თუ ამისთვის თქუნა უფალმან, ვითარ მცა სირცხულ უჩნდა დედაითვისი, ანუ მცა უარყოფდა მისგან შობასა, ნუ იყოფინ. ვითარ მცა სირცხულ უჩნდა დედა წოდება იმისი, რომლისა საშოსა დამკვიდრებაი და მისგან უაღრეს ბუნებათა შობაი არა უღირსიჩინა. და ესოდენი აქ უნდა მისთვის მოუაწებაი, ვიდრე რაჟამსა მასცა, რაჟამს ჯვარსა დამოკიდებულიყო, შეხვედრა იგი მოწაფესა მას უმეტეს ყოველთა შეყვარებულსა და ამწნაშვილებრივისა ერთგულებისა და მსახურებისა ჩვენებად მისა მიმართ. არამედაც სიტყვათა ამათ მიერ ორსა განგებულებასა გამოაჩინებს, ერთად ამას მოასწავებს, ვითარმედ თვინიერ სათნოებისა არა თუმცა სხვაი რაიმე საქმე, არამედ არცა თუ დედობა იგი ქრისტესი არადმცა სარგებელ ქმნილიყო, უკვე თუმცა დედა იგი არა ყოვლითავე სათნოებითა და კეთილის საქმითა შემკობილიყო, ვითარცა იგი ჭეშმარიტად უაღრესიყო ქალწული იგი წმიდა ყოველთა დაბადებულთასა სიწმიდითა სულისა და ხორცთაითა და ყოვლითავე სათნოებითა. რამე თუ არცა იპოვა დასაბამითგან მსგავსი მისისა სიწმიდისა კაცთა ბუნებასა შინა. ამისთვის ანგელოსთაცა უმეტეს იქმნა, უმაღლეს ქერობინთა და უდიდებულეს სერაბინთა. ხოლო უკვე თუმცა არა ესევით არ იყო, არცა თუ მას მცა ერგოშობა იგი ქრისტესი. აც უკვე ვინაიდან მისთვის ესე ითქვა, სხვასა რომელსა მცა ვინ საქმესა მიენდოდა თქვა, თუ ამან რამანმე თვინიერ სხვათა სათნოებათასა მაცხოვნოს და თვინიერ გონებისა კეთილისა, გინა თუ უდაბნოს მყოფებამან, გინა თუ მღვდელობამან, გინა თუ სასწაულთ მოქმედებამან, გინა თუ სხვამან რომელმანმე საქმემან. ერთად უკვე ესე მოძღურებაი გამოაჩინა ამათ სიტყვათა მიერ. ამისთვისცა თქვა, რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათა ისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი, და კვალად ოდეს იგი ღაღად ყო დედაკაცმან მან ვითარმედ, ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუთა რომელთა სწოვდი. ხოლო თავად მან თქვა, არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისაი და დაიმარხონ. ლუკა 11:27-28 არა თქვა თუ მუცელსა არა უტვირთავ, ანუ ძუძუნი არა მიწოვნიან, არამედ ნეტარ არს რომელმან ყოს ნებაი ღმრთისაი. და კვალად მეორე განგებულებაი ამათ სიტყვათა ესე იყო, რამე თუ რაღაცა თუ წმიდა იგი ქალწული სავსე იყო ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის ყოფითა და იცოდა საიდუმლო იგი უთესლოისა მის და უხრწნელისა შობისათვის ისაი და ვითარცა ლუკა იტყვის, და ემარხნას ყოველნი იგი სიტყვანი გულსათვისა, ლუკა 2:51, არამედ ჯერეთ ჯეროვნად და ღირსად არა აქ უნდა მეცნიერება ღმრთებისა მისისაი, ვიდრე აღდგომადმდე და ზეცად ამაღლებადმდე. ხოლო მაშინ მირაივიდა და ვიდრე იგი ეთყოდა ღაერს ამას, არა დადგა იგი ცასმენად სიტყვათა მისთა და ელოდა შემდგომად აღსრულებისა მოძღურებისა მის მერმეღა სიტყვად, არამედ მიუმცნო მას უჟამოდ ვითარცა ხელმწიფებით შვილებისათვის. ამისთვის ესრეთ მიუგო უფალმან, რაითა მოიყვანოს იგი უმაღლესსა გულისხმის ყოფასა და ცნას, ვითარმედ არა ძე ხოლო არს მისი, არამედ მეუფეცა და ღმერთი და გულისხმა ყოს, ვითარმედ არა დედობისა ხოლო მისისა ჯერ არს მინდობაი, არამედ ნებისა მის საღმრთო ისაი,
და მცნებათა მისთა აღსრულებაი და ვითარმეთ თვისებაი იგი სათნოებისა უმეტესად დღას სათნო არს მისა. ხოლო კვალად ძეთა მათთვის იოსებისთა, რომელთაცა თვისებისა მისთვისცა, რომელი აქონდა რამე თუ თესლისაგან და ტომისა დავითისა იყვნეს, და მათ თანაზრდილობისა მისისათვის ძმად მისა ეწოდებოდა, საცნაურ არს, ვითარმედ იგინი წესითა ზუაობისა ითა მოუხდეს. რამე თუ იოანეცა იტყვის მათთვის, ვითარმედ, არც აღაძმათა მისთა რწმენა მისი, იოანე 7:5 და სიტყვათაცა მათთა იტყვის უგუნურებითა სავსეთა. რამე თუ აიძულებდეს მისვლად იერუსალიმ და არა თუ სხვისა რაისათვის მე, არამედ რაითა მოატყვან თავთათვის და დიდება იმის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთვის ეტყოდეს, უკვე თუ ამას იქმ გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამე თუ არავინ იდუმალ რასამე იქმ და ხნებაონ, ვითარმცა განცხადებულიყო. შეადარე იოანე 7:4 ამისთვისცა თავად მან შეჰრისხლა მათ ხორციელისა მის და კაცობრივისა გულის სიტყვისა მათისათვის. ეგრეთვე აქა, ამით ასე ვითარითა უგულისხმოებისა გულის სიტყვითა მივიდეს და არა ჯერ იჩინეს მოძღვრებისა მისისა სმენად, არამედ გარედგეს და ეძიებდეს, რაითამცა თავადი განვიდა მათა, რამე თუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულთათვის მისთა. ამისთვის ესრეთ თქვა უფალმა, რაითა მოიყვანეს იგინი გულისხმის ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაი თანააც, და გულისხმაყონ, ვითარმედ არა კაცი არს ლიტონი, არამედ მხოლოდ შობილი იგი ძეღმრთისაი. ამისთვისცა ესრეთ თუ უმეც არ იყვნეს, არამედ უკან აისკნელ დიდსა მოვიდეს გულისხმის ყოფასა და საზომსა მიიწინეს მაღალსა მადლითა უფლისაითა და თვისებაი იგი სათნოებისაი მოიგეს სიტყვისა ებრუფლისა, ვითარცა თქვა, რომელმა მყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათა ისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი. ეჰა პატიოსნებაი სათნოებისაი, ვითარსაღას სიმაღლესა აღიყვანებს მუშაკსა თვისსა. რავდენი ნათესავნი ნატრიან წმიდასა მას ქალწულსა და ღმრთის მშობელსა, რომელ ღირს იქმნა დედა დუფლისა წოდებად. აც უკვე რაი დამაკენებელ არს ჩვენიცა ნეტარებასა მას მიწევნად. რამე თუ აჰა ესე რა გზაივრცელი გვიჩვენა მიწევნად ნეტარებასა მას, არა ხოლო თუ დედათა, არამედ მამათაცა და ყრმათა და ყოველსავე ჰასაკსა, რამე თუ თქვა, რომელმა მყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათა ისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი. და კვალად თქვა, არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვაი ღმრთისაი და დაიმარხონ. ლუკა 11:28 აც უკვე, ძმანო, ესე შევიკრძალოთ ყოვლითა ძალითა, რაითა ნებასა ღმრთისასა ვიქმოდით და სიტყვანი მისნი დავიმარხნეთ და მივიწინეთ თვისებასა მას ქრისტესსა. ხოლო უკვე თუ ესე არა გვაქუნდეს, არამედ უდებებით ვცხონდებოდით, ნუცა შვილთა სიწმიდესა ზედავიქადით, უკვე თუ ჩვენც არა ზიარმათისა სათნოებისა ვიყვნეთ, ნუცა მშობელთა ქველის საქმესა და ღმრთის მსახურებასა მივენდებით. უკვე თუ ჩვენც არა მობაძავ მათ და ვიყვნეთ, რამე თუ არას გვერგოს ჩვენ, ვითარცა ესე რა უფალი გულისხმა გვიყოფს. და კვალად ნათლის მცემელი ეტყოდა ჰურიათა, ნაშობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი და ნუჰ გონებთ და იტყვით, მამა იგვივის ჩვენ აბრაჰამი, ლუკას 3:7-8, რაითამცა გულისხმა ვოყო ვითარმედ არ არას ერგოს ნათესაობაი აბრაჰამისი. უკვე თუ არა სათნოებითა თვისეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა, უკვე თუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. იოანე 8:39 ხოლო აც უფალმა სიმშვიდით მიუგო, რამე თუ დედისა მიმართ იყო სიტყვაი. არა თქვა თუ, არა დედაი ჩემი ხარ, არამედ პატივს სცემ და ვითარცა დედასა და აღმოთქვა სიტყვაიცა ღმრთივშვენიერისა გულისხმის ყოფისაი, რომელმა მყოსო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი.
ხოლო ესე რა ითქვა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ხედავა, ვითარ სიტყვათა მათ მიერ მოიყვანა იგინი გულისხმისყოფად. და მერმე განვიდავე სიტყვისაებრ დედისა, ვითარცა იგი ქმნა ქორწილსა მას კანაისა, რა ჟამს ღვინისა მისთვის რქვა დედამან მისმანო, ღვინოი არა აქვს. რქვა მას იესო, რა იარს ჩემდა და შენდა დედაკაცო, იოანე 2:3-4 რამე თუ აბრალა მას უჟამოდ თხოისათვის სასწაულისა მის და მერმე აღასრულავე თხვა იმისი, რაით აბრალობითა მით უძლურება იგი კაცობრივი განხმართოს, ხოლო მორჩილებითა პატივი იგი დედისა იაჩვენოს. ეგრეთვე აქა რა იგი ჯერ იყო თქმად აღმოთქვა და მერმე სიტყვასა მას დედისასა პატივსა და განვიდა ხილვად მისა. ხოლო განრაივიდა და ეზრახა დედასათვის სადაც მათ წოდებულთა მათ, კვალად იწყო ერისა მისცა სწავლად, რამე თუ სასწაულნი მრავალნი აჩვენა და აც კვალად სარგებელსა მას მოძღვრებისასა წინა უყოფს. ამისთვისცე იტყვის მახარებელი. წახარებაი, მას დღესა შინა გამოვიდა იესო სახლისა მისგან და დაჯდა ზღვის კიდესა. შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესვლადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგიერი ზღვის კიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით 13, 1-3. თარგმანი, დაჯდა ზღვის კიდესა, რამე თუ ენება მონადირებაი კაცთაი, ვითარცა მოასწავებს მახარებელი ვითარმედ, ამისთვის ზღვის კიდედ მივიდა, რაითა შეკრებასა მას ერისასა არავინ დაუტეოს ზურგით კერძო, არამედ ყოველნი წინაშე პირსა მისსა იყვნენ. და ეტყოდა მათ იგავითო. ხოლო მთასა მასზე დაასწავლიდა რაი, არა იგავით ყო მოძღვრებაითვისი, არამედ განმარტებულითა სიტყვითა. ესე ამისთვის, რამე თუ ერი ხოლო იყო მუნდა კრებული უმანკოი, ხოლო აწაკა მრავალნი იყვნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამისთვის იგავით ყო მოძღვრება იგითვისი, რაითა უმეტესად საძიებელი ყოს მათ მიერ და უმეტესად შევიდეს გულად მათა და უმეტესად გამოუცხადოს საქმეთა მათ ძალი. და იხილეთ, ვითარ წესიერად ყო განწესება იგი იგავთაი და რომელი იგი პირველჯერ იყო თქმად, იგიცა თქვა. წახარებაი, ესე რა გამოვიდა მთესვარი თესვად. და თესვასა მას მისცა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნიცისანი და შეჭამეს იგი. და სხვაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა იფრიად, და მეხსეულად აღმოსცენდა, რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისაი. ზეი აღმოხდა და დასცხადა, რამე თუ ძირნი არა დაებნეს განხმა. და სხვა იგი დავარდა ეკალთა შორის და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რომელიმე დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, რომელიმე 100, რომელიმე 60 და რომელიმე 30. რომელსა 100 ყურნის სმენად ისმინენ, 13:3-9. თარგმანი, გამოვიდა მთესვარი თესვად. ვინაი გამოვიდა, რომელი იგი ყოველგან არს და ყოველივე აღურსიეს, ანუ ვითარ გამოვიდა. არა თუ ადგივითი ადგილაცლვითა, რამე თუ ყოველივე დაუპყრიეს მას, არამედ წყალობითა და განგებულებითა მახლობელ ჩვენსა იქმნა, შემოსითა მithორცდაითა. რამე თუ ჩვენ შესვლად მისა ვერ ხელგვეციფებოდა შუა კედლისა მის განცოდვათა ისა, რომელნი ვითარცა ზღუდერვალისა იყვნენ შორის ჩვენსა და მისა, ამისთვის წყალობით თავადი ჩვენ და გამოვიდა. და რა ისარმე გამოვიდა. წარწმედად ქვეყანისა ეკლონებისა მისისათვის. ანუ ტანჯვად მუშაკთა მათ კაცთა, რომელთა ეკალი და ყურვის თავი მოიმუშაკესა. ნუ იყოფინ. არამედ განწმედად ეკალთა მათ მოვიდა და თესვად სიტყვასა მას ცხოვრებისასა.
რამე თუ თესლადაც სიტყვას ამას მოძღვრებისასა იტყვის და ქვეყანაც სულებსა კაცთასა, ხოლო მთესვარად თავსათვისსა. იხილეთ უკვე რა შეემთხვია თესლს ამას, სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და არცა იგი სწორებით, არამედ ცხოვნებულთაცა შორის ფრიადი იქნა განყოფილებაი. რამე თუ თავადი უშურველად ასწავლიდა ყოველთა, ვითარცა მთესვარი უშურველად სთესავნე, ეგრეთვე სახიერმან მან უშურველად მიუთხრა სიტყვა ისწავლისა მისისა იმ მდიდართა და გლახაკთა, უდებთა და მოსწრაფეთა, სწავლულთა და უსწავლელთა, მხნეთა და მოშიშთა. ყოველთავე სწორებით ასწავებდა, რაღაცა თუ იცოდა წინაისწარ ყოველივე, თუ რომელსა ეგულებოდა სმენაი, ანუ რომელსა არა. გარნა ეგრეთსათვის ამას სახიერებასა აჩვენებდა, რაითა თქვას, რაიღა ჯერ იყო ქმნად ვენახისა მის და არა ჰქმენ, შეადარე ესაია 5:4 და უსიტყველიყვნენ, რომელთაც არა შეიწყნარონ. ხოლო შენ გესმას რაი ვითარმეთ, გამოვიდა მთესვარი თესვად, ნუ ორგზის თქუმასა ერთისა მის სიტყვისასა გულისხმობ, რამე თუ მრავალგზის გამოვალს მთესვარი სხვად საქმეთ, გინა თუ თერძვად, გინა თუ ნამარგელისა აღმოფხურად, გინა თუ ეკალთა განყრად, ანუ სხვად რადმე ესე ვითარად. ხოლო თავადი თესვად გამოვიდა, თესვარი იგი სახიერი. ვითარ უკვე უმეტესი იგი თესლისა იმის წარწყმდა? არა მთესვარისა იმის იყო ბრალი, არამედ ქვეყანისა იმის, რომელმან შეიწყნარა თესლი იგი, რომელ არიან სულნი იგი უნაყოფონი, რამე თუ რომელიმე უდებთა მიიღეს და წარწყმიდეს, და სხვა იგი, დახსნილთა და განცემელი ქმნეს, და სხვა იგი, მდიდართა, და შეაშთვეს. არამედ უფალმან არა თქვა ესრეთ სახელდებით, რაითა არა სასოწარკვეთილებად მოვიდნენ ესე ვითარნი იგი, არამედ იგავითა მით ქვეყანისა ითა ყოველნივე ესე გამოსახნა და მიუშვა კაცად კაცადსა, რაითა თვის მან გონება მან ამხილოს. ხოლო ესე არა თესლს ამას ხოლო შეხუდა, არამედ სათრომელს ამას წაბადესა, რამე თუ მრავალი იპოვა ჯერ კვალი. და ესე ვითარნი ესე იგავნი თქუნა, რაითა ასწაოს და გულისხმა უყოს მოციქულთა, რაითა რაღაცა თუ უმრავლეს იყვნენ არა შემწყნარებელნი იგი სიტყვისანი, ვიდრეღა შემწყნარებელნი, არავე დახსნილი იქნენ მსახურებისაგან თვისისა. რამე თუ მეუფისაცაზე ესევე იქნა, არამედ თავადი არა დასცხრა თესვად, რომელმან ყოველივე წინაისწარ იცოდა. თქვას ვინმე ვითარმეთ, ეგებისა ეკალთაზე და თესვაი და კლდესა და გზასა. არამედ გულისხმა ყავ ვითარმეთ თესლსა ამასზე და ხილულსა და ქვეყანასა არა იქნების ესე, ხოლო სულთა ზედა და სწავლისა ესე მარადის აღესრულების და ფრიად სარგებელ არსს. რამე თუ მუშაკმან თუ ქმნას ესე სამართლად საბრალობელი ქმნას, რამე თუ არა ეგების კლდისაი გარდაქცევაი ქვეყანა და მიწად, არცა გზაი, თუმცა არა დაითრგუნვოდა მრავალთაგან, არცა ეკალთა, რაითამცა არღარა ეკალიყვნეს, ხოლო პირმეტყველთა საქმე არა ესრეთ არსს. რამე თუ შესაძლებელ არსს, რომელი იგი კლდე იყოს გარდაქცევა და ქმნად ქვეყანა კეთილ, და რომელი იგი გზა იყოს ხელეწიფების, რაითა არღარავის შეუნდოს დათრგუნვად იგი, და ეკლოვანსა ძალულს განყრად ეკალთა მათ თავისათვისისაგან და შეცვალებად ყანად ნაყოფიერად. რამე თუ უკვე თუმცა ესე ყოველი არა შესაძლებელიყო, არამცა ეთესა ყოვლად ბრძენსა მას მთესვარსა. ხოლო უკვე თუ არა ყოველთა ზედა იქნა შეცვალება იგი, მათი იყო ბრალი, რომელნი შეუცვალებელად ეგნეს ბოროტსა ზედა. ამისთვისცა თქვა უფალმან ვითარმეთ, ყოველსა რომელსა ესმის სიტყვაი სასუფეველისაი და არა გულისხმა ყოს, არამედ ნეფსით განიფიცხოს გულითვის მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის თესლი იგი გულისაგან მისისა, რამე თუ იგი თვით იქნა განმცემელ. და იხილე ვითარ მრავალსახე არს გზა იგი წარწყმედისაი, განშორებული ერთ-ერთისაგან, რომელნიმე გზასა მსგავს არიან და ათრგუნველსა მრავალთა მათვნებათაგან, რომელნი იგი დახსნილნი არიან და უდებნი, სხვანი მსგავს არიან კლდესა, უძლურნი გონებითა,
რომელმა სიტყვა იგი ისმინის და მეხსეულად სიხარულით გულსათვისა მიიღის, ხოლო ძირი არა აქუნ გულსათვისა, არამედ საწუთრო არ, და რა ჟამს არ მჭირი ანუ დევნაი სიტყვისა მისთვის, მეხსეულად დაბრკოლდია. აც უკვე პირველნი იგი უძვირეს ამათსა არიან. არა ერთ არს თვინი ერჭირისა რა ისმე და განსაცდელისა განცემა ის სიტყვისა იმის და კვალად იწროებისა და ჭირისა განსაცდელთა ისევ ერთავს დებაი. ხოლო რომელნი იგი ეკალთა მსგავს არიან, იგინი უძვირეს ყოველთასა არიან. სწავლა იმ დრაითა მოსწრაფე ვიყვნეთ ყოველთა სათნოებათა მოგებად და სიუტოლად შვებისაგან. რაც უკვე რაითა არა ჩვენცა ეგრეთვე შემემთხვიოს ვისწრაფოთ გულს მოდგინებით შეწყნარებად სიტყვათა ღმრთისათა და სამარადისოსა მას ხსენებასა შინა დამარხვათ. რამე თუ დაღაცა თუ ეშმაკი მოსწრაფე არს მიტაცებად, არამედ ჩვენ და მოცემულ არს ხელმწიფებაი განდევნად იგი შორს ჩვენგან. დაღაცა თუ განხმობა ითქვა თესლისა იმის, გარნა არა სიცხისაგან იქმნების განხმობა იგი, რამე თუ არა თქვა თუ სიცხისაგან განხმა არამედ, ძირნი არა დაებნესო. დაღაცა თუ შეაშთობენ ეკალნი, არა ეკალთა იმათ არს ბრალი, არამედ რომელმან იგი შეუნდო ეკალთა აღმოცენებად, რამე თუ ხელ ეწიფებოდა დაყენებაი ბოროტისა მის მცენარისაი. ამისთვის არა თქვა თუ სოფელმა ნავნო არამედ სრუნვამანო ამის სოფლისამან. არცა სიმდიდრე თქვა არამედ საცთურმანო სიმდიდრისამან. ამისთვის ნუ საქმეთა ვაბრალებთ, არამედ გონებასა ბოროტსა, რამე თუ ეგების სიმდიდრე და არასაცთურად მიცემაი თავისაი და იქმნების სოფელსა შინა ყოფაი და არა შეშთობაი სრუნვათაგან. კეთილად უკვე თქვა თუ საცთური სიმდიდრისაი, რამე თუ ყოველივე საქმე სიმდიდრისაი საცთურარს, გინა თუ დიდებაის თქვა, გინა თუ შვენიერებაი, ანუ თუ გულის თქმაი და გემოთ მოყვარებაი, ყოველივე ესე საცთური არს და უცნებაი. ხოლო წარმოთქუნა რა ისახენი იგი წარწმედისანი, მერმეღა თქვა ქვეყანისა მისთვის კეთილისა, რაითა მისცეს ყოველთავე სასოებაი სინანულისაი და არავინ სასოწარ კვეთილი ქმნას, არამედ ცნან. ვითარმეთ შესაძლებელ არს უნაყოფოისა და ეკლოვანისა ქვეყანისა ნაყოფი ერყოფად, უკვე თუ ენებოს. ხოლო ვინაიდან ქვეყანა იკეთილიყო და ერთი იყო მთესვარი და თესლი იგი ერთ, რად რომელმანმე 100 იყო ნაყოფი და რომელმანმე 320 და რომელმანმე 30. რამე თუ აქაცა არა მუშაკი იგი იყო მიზეზ საქმისა მის, არცა თესლი, არამედ ნება იგი შემწყნარებელთა მათ სულთაი, რომელნიცა ქვეყანად გამოსახნა. და აქაცა დიდად ჩანს კაცთ მოყვარებაი ღმრთისაი, რამე თუ არა ერთსა სახესა ეძიებს ჩვენგან სათნოებისასა, არამედ პირველნიცა სათნო უჩანა და მეორეთა შეიწყნარებს და მესამეთა არა გარე მიაქცევს. ხოლო რაისათვის ხვანიცავნებანი არა ახსენა, გულის თქმაი ხორცთაი და ზუაობაი და მრისხანებაი და მსგავსნი მათნი. ესე ამისთვის რამე თუ ახსენა რა იზრუნვაი ამის სოფლისაი და საცთური სიმდიდრისაი, ყოველნივევნებანი გამოსახნა, რამე თუ ამათგან იშვებიან ყოველნი, გულის თქმაი და გემოთ მოყვარებაი და ზუაობაი და შური, და სხვანი ყოველნივევნებანი ზრუნვათაგან სოფლისათა და საცთურისა მისისაგან მოვლენ. და შესწინა გზაიცა და კლდე, რაითა გვიჩვენოს, ვითარმედ არა კმა არს დატევებაი ხოლო საფასეთაი, არამედ სხვათაცა სათნოებათა მოგებაი, რაითა სიმხნეცა სულისაი გვაქუნდეს და მოსწრაფებაი და სხვანი იგი სათნოებანი. რამე თუ არა კმა არს ჩვენ და ერთი ხოლო საქმე, არამედ პირველად ჯერ არს სმენა ის სიტყვათა ღმრთისათა გულს მოდგინებით და დამარხვაი მათი გულთა შინა სახსენებელად საუკუნოდ, მერმე ახოვნებაი გვიღირს ქმნად სიტყვათა მათ, მერმე უბულებელს ყოფაი საფასეთაი და განშორებაი საცთურთაგან სოფლისათა. ამისთვის, ძმანო, წესიერად შევიკრძალოთ განწყობილებაი ესე სათნოებათაი, რამე თუ უკვე თუ რომელთამე ვიქმოდით და რომელთამე უდებ ყოფდეთ, რა ისარგებელ გვეყოს, გინა თუ სიმდიდრითა წარწმდეთ,
გინა თუ დახსნილობითა, გინა თუ გულის თქმითა. რამე თუ მუშაკმან გინა თუ ესრეთ წარწმიდოს თესლითვისი, გინა თუ ეგრეთ სწორად მწუხარე არ. ამისთვის ყოველნივე ვნებათა ეკალნი დავწუნეთ, რაითა არც ერთი ნივთი წარწმედისა იყოს ჩვენთანა, ხოლო უფრო ისად რომელნი იგი მიზეზნი და მშობელნი არიან სხვათა ვნებათანი, სიმდიდრის მოყვარებაი, დიდების მოყვარებაი და გემოთ მოყვარებაი. რამე თუ ესენი თითოეულიცა შემძლებელ არს ნავსა მას სულთა ჩვენთასა დანთქმად. ხოლო უკვე თუ ერთად შეკრბენ სამნივე და მოვიდენ მათ თანა ნაშობნიცა მათნი, გულისხმა ყავთ, თუ რაბა მიღელვა აღადგინონ ჩვენზე და ამისთვის საუფალმან შვებისა და სიმდიდრისა საცდურთა ეკლად სახელს თქვა. და ნუ გიკვირს ესე, კაცო, თუ შვებასა რაისათვის ეკალ ეწოდების, რამე თუ შენ უმეც არ ხარ და მთვრალი ეგევნებისა მისგან, ხოლო რომელნი მთელ არიან გონებითა, იციან მათ. ვითარმეთ შვებაი და ზრუნვაი უფრო ის ყოვლისა ეკლისა შემაშთობელ არიან სულისა და ხორცთაცა მავნებელ. ვითარცა იგი ეკალი ყოველთავე ასოთა რომელთაცა მიეახლოს, მოსწყლავს, ეგრეთვე შვებაი სულსა თან ხორციელთაცა ასოთა ყოველთავე ავნებს. აღმოიკითხენღა წიგნი სამკურნალონი და პო, ვითარმეთ ყოველნივე სენი შვებისაგან იშვებიან და ნაკრონებისა. ამის გამო სიბერე მოიწევის უჟამოი სენთაგან და საცნობელნი მოუძლურდებიან და გონებაი დაბნელდების და გუამი დაიხსნების და ყოველივე ბოროტი გუამსა მასშინა განმრავლდების. აც უკვე, კაცო, რაისათვის ესრეთ ხარკებით ასუქებ ხორცთა შენთა, არა თუ დაკლად განმზადებულ ხარ და ტაბლასა დასაგებელად. ფრინველთა და ოთხფერხთა სამართლად ასუქებენ კაცნი დასაკლავად და უფრო ისღა იგინიცა ფრიად განსუქებულნი მავნებელ არიან გუამისა, ხოლო შენ, კაცო, რომლისა მე მიზეზისათვის დაუცადებელად დასუქებ ხორცთა შენთა? არა უწყია, ვითარმეთ არარაი არს უფრო ის შვებისა მავნებელ სულისაცა და ხორცთა რომლისაგან იშვებიან ბილწებანი მრავალსახენი. რამე თუ სადაით მოვლენ საქმენი იგი უჯეროებისანი. გარნა შვებისაგან და მთვრალობისა უწესოისა. ღვინის მოფარდულნი უმეტეს სომისა არა აღავსებენ თხიერთა, რაითა არა განხეთქილებაი შეხუდეს, ხოლო შვებისა და მთვრალობისა მოყვარენი ვერცა თუ ესოდენ ჰრიდებენ უბადრუქთა მათ მუცელთა მათთა, არამედ აღავსნენ რაი ჭამადითა თითოფერითა და თითოსახითა. მერმე იწყებენ შთასხმად ღვინისა, ვიდრე ყელადმდე, ვიდრე საყნოსელთა და ყურთამდე, ვიდრემდე სრულიად შეაიწრიან განგებელი ცხოველისა იმის სული. არა თუ ამისთვის მოცემულ არს შენ და ხორხი, ჰოი კაცო, რაითამცა მუნამდე აღავსე მუცელი შენი ღვინითა, არამედ ამისთვის მოცემულ არს, რაითა უგალობდე ღმერთსა და შესწირვიდე ლოცვათა და აღმოიკითხვიდე წმიდათა წერილთა და მოყვასთა შენთა უმჯობესსა განაზრახვიდე. ხოლო შენ იგი წესნი, რომელნი ბრძანებულ არიან შენ და სრულიად დაგვიწყებიან და ყოვლადვე მსახურებასა მას არა შეექცევი, არამედ სრულიად დამონებულ ხარ ბოროტისა ამის მძლავრისა და ვითარცა ვის არწმუნიან ათწალი ოქროისაი და მანგალობისა წილხმად კბილისა და ჰფლის იგის კორესა შინა, ეგრეთვე შენ იქმ შვებისა და მთვრალობისა მოყვარეო, ხოლო სკორე და არა საზრდელსა სახელვსდეო. არამედ საშვებელსა და მის მიერ მომავალსა ბილწებისა გულის თქმასა, რამე თუ ზომისა უმეტესი არღარა საზრდელი წოდების, არამედ სავნებელ, რომელი ყოველსავე გუამსა ავნებს. ამისთვის ფრიადსა მას მძლავრებასა რაჟამს ვერ დაუთმის მუცელმან, მრავალი ბოროტი აღადგინის ჩვენზე და ფერხნი დახსნილყნის, ხელნი შეღრიქნის, მრავალგზის პირიცა და თვალნი განამრუდნის და ცნობასაც ავნებს. ხოლო ესე განგებულებით იქმნების, რაითა ნეფსით თუ არა ერიდო უწესოებასა, შიშითა ესოდენისა ამის ვნებისაითა განეკრძალო, რაითა არა ხორცნიცა სულსა თანა წარსწყმიდნე.
აც უკვე მორწმუნენ ვიჯვნათ უზომოისა შვებისაგან ვიზრუნოთ წესიერებისათვის, რაითა ხორციელიცა სიმართლე მოვიგოთ და სულნი ჩვენი ვიხსნეთ ნაწილისა მისგან მდიდრისამის, რომელი დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფრო ისხავი ვუაცოთ, ძმანო, ლაზარეს თანაგლახაკისაც იახთა მათ აბრაჰამისთა მისვლა და საუკუნეთა მათ კეთილთა მკვიდრყოფად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.